ყველა დიდი კატასტროფის წინ დედამიწა ყოველთვის გვიგზავნის გაფრთხილებას. ციკლონის ქვეშ ჩამოშვებული მბრუნავი ღრუბელი ხშირად ტორნადოს მოახლოებას ნიშნავს. ჰაერში გაჩენილი გოგირდის მძაფრი სუნი ვულკანის გაღვიძების ნიშანია. და როცა ზღვის სიღრმის თევზები უცბად ზედაპირზე ამოდიან, ეს ნიშნავს, რომ რაღაც დიდი უკვე გზაშია. იქამდე კი სანამ უშუალოდ ვიდეოზე გადავალთ, გეტყვით, რომ კვირაში ერთ ვიდეოს ვამზადებ თქვენთვის და თუ მოგეწონებათ, ასევე გენდომებათ ამ კონტენტის განვითარება, უბრალოდ მოიწონეთ ვიდეო და გამოიწერეთ არხი, რადგანაც ეს დიდი мотиваციაა ჩემთვის. ასევე დამიწერეთ კომენტარებში, რა თემებზე ისურვებთ შემდეგი ვიდეოების ხილვას. მე გიორგი ვარ, უყურებთ ფაქტომაც და გესაუბრებით მხოლოდ ფაქტებით. მე-20 გველები მიწისძვრების წინ. გველები ხშირად გვიგზავნიან ნიშანს, სანამ მიწისძვრა დადგება. 373 წელს ძველი ბერძნული ქალაქი ჰელიკი გაუჩინარდა მიწისძვრის შემდეგ, ხოლო მის წინ გველები უცნაურად იქცეოდნენ. 1975 წელს ჩინეთში, ჰანგენში, ზამთარში გველები გამოვიდნენ და ქალაქის ცენტრალურ უბნებში შეიჭრნენ. ადგილობრივებმა ეს შეამჩნიეს, დაიწყეს ევაკუაცია და ათასობით სიცოცხლე გადარჩა, რადგან გველებს შეუძლიათ გაიგონ მიწის ვიბრაციები, ქიმიური ცვლილებები და მიწისქვეშა ტემპერატურის ზემოქმედება რამდენიმე დღით ადრე. ამ ინსტინქტებმა შეიძლება ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინოს. თუ ოდესმე დაინახავთ გველების მასობრივად გაქცევას, ეს თქვენი სიგნალია. ჩემი გველების ფობიიდან გამომდინარე, მიწისძვრამდე ალბათ მათი დანახვა მომკლავს, მაგრამ მაინც. მე-19 მიწისძვრის შუქები. ზოგჯერ მიწისძვრებიცაზე წარმოუდგენელ შუქებს საჩენენ. 2017 წელს მექსიკაში 8.1 მაგნიტუდის მიწისძვრის წინ ადამიანები ვიდეოთი იღებდნენ ლურჯ მწვანე ფლეშებს ცაზე, რომლებიც წამებში ანათებდნენ ქალაქებს. მეცნიერები ამ ფენომენს მიწისძვრის შუქებს უწოდებენ. მხოლოდ 1% მიწისძვრებისას აქვს ასეთი შუქები, მაგრამ ყოველი შემთხვევა გვახსენებს, რომ ბუნება თავის გზით გვაფრთხილებს. თუ დაინახეთ, თავს უშველეთ. მე-18 ოკეანის სწრაფი უკუსვლა. ცუნამის წინ ოკეანე უცბად იკლებს და ათეულობით კილომეტრზე წყალი ქრება სანაპიროდან. 2004 წელს ინდოეთის ოკეანით გამოწვეული დამანგრეველი ცუნამით 10 წლის სტილის მიტმა სკოლის გაკვეთილზე მასწავლი ამ კონკრეტული ნიშნის წყალობით დაახლოებით 100 ადამიანი გადაარჩინა. მაყვირილი დაიწყო და ყველას გაქცევისკენ მოუწოდა. ბუნება გვასწავლის, რომ როდესაც წყალი უკუსვლას იწყებს, დრო არ არის ფიქრისთვის, გაქცევა აუცილებელია. ეს არაა მხოლოდ ინფორმაცია, არამედ არის პრაქტიკული ცოდნა, რომელიც მომავალში ბევრ სიცოცხლეს გადაარჩენს. მე-17 ზვიგენები ღრმა წყლებში. ზვიგენებს შეუძლიათ იგრძნონ აჩქარება და წნევის ცვლილება წყალში. ასე მოხდა მრავალი შტორმის დროს, როდესაც იძულებული გახდნენ ადგილმდებარეობა შეეცვალათ. მკვლევარები ფიქრობენ, რომ ეს ქცევა შეიძლება გამოყენებულ იქნას დამატებით შტორმების მონიტორინგისთვის. როცა დიდი რაოდენობით ზვიგენი ღრმად მიდის ოკეანეში, ეს პირდაპირ ნიშანია, რომ წყლის წნევა იცვლება და ძლიერი სტიქია ახლოვდება. მე-16 ტორნადო. ტორნადო ხშირად თავის ნიშანს ღრუბლებში გვიჩვენებს. Wall cloud, დაბლა ჩამოშვებული, მძიმე ღრუბელი. იქ წარმოიქმნება, სადაც ტორნადო შეიძლება დაიწყოს. Funnel cloud კი არის ენერგიის კონცენტრაცია ერთ წერტილში. უფრო ცნობილი სიმბოლო. Storm spotterები ყურადღებით ადევნებენ თვალს ღრუბლების როტაციას. თუ ისინი სწრაფად მოძრაობენ ქვემოთ, გაფრთხილება უკვე აუცილებელია და განგაში სიგნალი ჩასართველი. არა, Wall cloud-ი ყოველთვის არ იწვევს ტორნადოს, მაგრამ მსგავსი ცვლილებები ყოველთვის ნიშანია, რომ ბუნება თავის გზით გვაფრთხილებს, უსაფრთხო ადგილზე გადავიდეთ. მე-15 ბზარები ფერდობზე და მოდრეკილი ხეები. მეწყერი თითქმის არასდროს იწყება მოულოდნელად. ბუნება ყოველთვის გვაფრთხილებს, უბრალოდ ჩვენ არ ვუსმენთ. სანამ მიწა ჩამოიშლება, ფერდობზე ჩნდება ბზარები. ხეები უცნაურად იხრება, ხოლო კედლები სკდება. 2005 წელს ფილიპინებში პატარა ქალაქ გინსაუგანში სოფელში მცხოვრებ ხალხს ესმოდა მიწის შიგნიდან მომავალი ხმები. თითქოს რაღაც ირღვეოდა, მაგრამ არავინ გაიქცა. რამდენიმე წუთში მთლიანი სოფელი მიწამ დაფარა და 1000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. მსგავსი საფრთხე დღესაც არსებობს ნორვეგიაში, სადაც ერთ მთაზე უზარმაზარი ბზარი ყოველ წელს ფართოვდება. მეცნიერები მუდმივად აკვირდებიან, რადგან იციან, თუ მეწყერი დაიწყება, ის წამებში გაანადგურებს ყველაფერს გზაზე. თუ ოდესმე შენიშნავ ბზარებს მიწაზე, დახრილ ხეებს ან უცნაურ ხმებს მიწის სიღრმეებიდან, ეს არ არის უბრალოდ მოვლენა, ეს არის ბუნების ბოლო გაფრთხილება. მე-14 მდინარის უცნაური ცვლილება. როცა მდინარე უცბად იკლებს, ან წყლის მოუეცრად წყდება, ეს არასდროს არ არის კარგის ნიშანი. ეს ნიშნავს, რომ წყალი სადღაც ზემოთ დაიბლოკა, ქანების ჩამოშლით, მეწყრით ან ჩამოვარდნილი ხეებით. იქ გროვდება უზარმაზარი მასა და როცა ეს ბარიერი გასკდება,
წამებში წარმოიქმნება გამანადგურებელი წყალდიდობა. ტაივანში მდინარეებს რეალურ დროში აკვირდებიან, რადგან ზუსტად იციან დონის უეცარმა დაცემამ შესაძლოა საფრთხე გამოიწვიოს. იაპონიაში სპეციალური სენსორები აფიქსირებს კლდის ან მეწყრის ჩამოშლას და მოსახლეობას დაუყოვნებლივ აფრთხილებს. აფრიკაში კი ფერმერები ბუნებას უსმენენ. როცა ფრინველები ბუდეებს წყლის ზღვარს მაღლა აკეთებენ, მათ მოსავალი უსაფრთხო ადგილას გადააქვთ. თუ ოდესმე შენიშნავ, რომ მდინარე მოულოდნელად ჩუმდება, დრო არ არის ფიქრისთვის. ეს გაფრთხილებაა, რომ წყალი ძალიან მალე დაბრუნდება, მაგრამ ბევრად უფრო საშიში ძალით. 13. ვუმფს ხმა თოვლში. თოვლში სეირნობისას ზოგჯერ შეიძლება გაიგონო უცნაური, დაბალი ბგერა. ამ ხმას სპეციალისტები ვუმფს უწოდებენ. სინამდვილეში ეს ნიშნავს, რომ თოვლის ქვეშ სუსტი ფენა მოულოდნელად ჩამოიშალა და ზედა ფენა უკვე მზად არის ჩამოცურდეს. ასეთი ხმა ხშირად ისმის მშვიდ ამინდში, როცა ყველაფერი თითქოს უსაფრთხოა. მაგრამ რეალურად ეს არის ერთ-ერთი ყველაზე საშიში სიგნალი. სწორედ ამ მომენტში შეიძლება რამდენიმე წამში დაიწყოს დიდი თოვლის ზვავი. სათხილამურო კურორტებზე პატრულები ამ ხმას განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ, რათა ზვავი კონტროლირებადი იყოს, ადამიანი კი დაცული. თუ ოდესმე თოვლში ვუმფის მსგავს ხმას გაიგონებ, ეს არ არის უბრალოდ ხმა. ეს არის ბუნების გაფრთხილება, რომ ფერდობი აღარ არის უსაფრთხო და დროა დაუყოვნებლივ დატოვო ადგილი. 12. ჩიტების ბუდეები მაღლა. ზოგი ჩიტი იმაზე მეც ხედავს ვიდრე ჩვენ. ფეიქარასებრნი, რომლებიც ჩვეულებრივ დაბალ ტოტებზე ბუდობენ და საფრთხის მოახლოებისას ბუდეებს ბევრად მაღლა აშენებენ. მეცნიერები თვლიან, რომ ისინი გრძნობენ ჰაერის ტენიანობის, წნევის და ქარის ცვლილებას, რაც ძლიერ წვიმებს და წყალდიდობებს წინ უსწრებს. ბრაზილიის პანტანალის რეგიონში ფერმერები მას დიდი ხანია აგვირდებიან. როცა ბუდეები მაღლა ჩნდება, მათ პირუტყვი უსაფრთხო ადგილებში გადახავთ და მოსავალს ადრეულად იღებენ. აღმოსავლეთ აფრიკაშიც ნადირები და სოფლის მოსახლეობა ამავე ნიშანს იყენებს გადარჩენისთვის. ბუნება ყოველდღე გვიგზავნის სიგნალს. ცხოველების საფრთხეს წინასწარ გრძნობენ. ჩვენ უბრალოდ უნდა ვისწავლოთ მათი დანახვა და მოსმენა. 11. ვულკანის წინგზარები. 1980 წელს ამოფრქვევამდე სულ რამდენიმე კვირით ადრე წმინდა ჰელენის მთის ჩრდილოეთ ფერდობი დღეში თითქმის 150 სანტიმეტრით იზრდებოდა. მთის ფორმა თვალით შესამჩნევად იცვლებოდა. ეს იყო მკაფიო სიგნალი, რომ შიგნით წნევა უკიდურეს ზღვარს უახლოვდებოდა. დღეს მეცნიერები ამ ნიშნებს რეალურ დროში აკვირდებიან. GPS სადგურები მილიმეტრებშიც კი აფიქსირებს მიწის მოძრაობას. ლაზერული ტილტმეტრით ხედავენ კუთხის უმცირეს ცვლილებას. ხოლო სატელიტები მთელ ვულკანს ზემოდან ასკანირებენ. როცა მიწა იბზარება, მინდვრები იბერება, ცხელი ორთქლი არსაიდან უცნაურად ჩნდება, ეს ბუნების ენაა და როცა მთას ფორმა ეცვლება, ეს ნიშნავს ერთ რამეს. ვულკანი ემზადება ამოსაფრქვევად. მეათე ჰალო მზესა და მთვარეზე. როცა ღამით მთვარის გარშემო ნათელ რგოლს ხედავთ, ან დღისით მზის ირგვლივ უცნაური ნათება ჩნდება. ეს უბრალოდ ლამაზი სანახაობა არ არის. სინამდვილეში ეს ხდება მაშინ, როცა თხელი ღრუბლები ყინულის კრისტალებში იფანტება. ეს ღრუბლები წვიმას თავად არ იწვევს, მაგრამ ისინი ხშირად ჩნდებიან რამდენიმე დღით ადრე, ვიდრე ძლიერი შტორმი ან დაბალი წნევის სისტემა მოგვიახლოვდება. სწორედ ამიტომ ამბობენ ხალხში, რგოლი მთვარის გარშემო, ცუდი ამინდი კი მალე მოვა. ასე რომ, ცაში თუ ჰალოს დაინახავ, ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ ატმოსფერო უკვე იცვლება და უახლოეს დღეებში ქარი წვიმა ან შტორმი გველოდება. ბუნება ყოველთვის არ ყვირის. ხანდახან ის უბრალოდ ცაში რგოლებს ხატავს. მეცხრე ბაყაყების მასობრივი გაქცევა. 2009 წელს იტალიის ცენტრალურ ნაწილში მეცნიერებმა უცნაური რამ შენიშნეს. ერთ ტბაში თითქმის ყველა მამრი ბაყაყი ერთდროულად გაქრა. თავიდან ეგონათ, რომ ეს უბრალოდ სეზონური მოვლენა იყო. მაგრამ 5 დღის შემდეგ რეგიონს მიწისძვრა დაატყდა თავს. კვლევის შედეგად გაირკვა, რომ ბაყაყები შესაძლოა რეაგირებდნენ მიწის ქვეშ მიმდინარე ქიმიურ ელექტრონულ ცვლილებებზე, რომლებიც მიწისძვრამდე ჩნდება. ადამიანები ამ ნიშანს ვერ ამჩნევენ, მაგრამ ამფიბიები მათ თითქოს წინასწარ გრძნობენ. და ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ბაყაყები მიწისძვრის შემდეგ ნელ-ნელა ისევ დაბრუნდნენ ტბაში, თითქოს საფრთხის გასვლის შემდეგ. როდესაც ცხოველები ერთდროულად ტოვებენ თავიანთ ჩვეულ გარემოს, ეს მხოლოდ დამთხევა არ არის. ბუნება ამ დროს პირდაპირ გვაფრთხილებს. მერვე, გოგირდის უნი ვულკანებიდან. ვულკანები იშვიათად იწყებენ ამოფრქვევას პირდაპირ ლავით. უფრო ხშირად ისინი პირველ სიგნალს გაზებით გიგზავნიან. 1991 წელს ამოფრქვევამდე ცოტა ხნით ადრე მთა პინატუბოზე გოგირდის დიოქსიდის გამოყოფა ერთ დღეში 1000 ტონამდე გაიზარდა.
ადგილობრივებმა ჰაერში მძაფრი დამწვარი კვერცხის მსგავსი სუნი იგრძნეს. ეს იყო გოგირდი, რომელიც მიწის ქვიშეთიდან ამოდიოდა და მიუთითებდა, რომ მაგმა სწრაფად მოძრაობდა ზედაპირზე. მსგავსი მოვლენები არაერთხელ დაფიქსირებულა ჰავაიზე, იტალიაში და სხვა აქტიურ ვულკანებზე, სადაც გაზების მოულოდნელი მატება თითქმის ყოველთვის წინ უსწრებს ამოფრქვევას. როცა ჰაერი უცნაურად მძაფრდება, ეს ბუნების უხილავი განგაშია. ვულკანი იღვიძებს. მეშვიდე მიწისქვეშა წყლები და გაზები. ხანდახან პირველი სიგნალი მიწისძვრის შესახებ მიწიდან კი არა, წყლიდან მოდის. 1976 წელს ჩინეთში თანგშანის კატასტროფამდე რამდენიმე დღით ადრე ჭებმა უცნაური ქცევა დაიწყეს. ზოგი წყალი მოულოდნელად იქლებდა, სხვები კი თითქმის ერთ ღამეში ივსებოდა. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მიწისქვეშა ფენების დაძაბვისას იცვლება წყლის ქიმიური შემადგენლობა და მოძრაობა. იაპონიაში სპეციალური სენსორები გაზის მატებას აფიქსირებენ. ტაივანში, ჩინეთსა და ინდოეთში კი რეალურ დროში აკვირდებიან მიწისქვეშა წყლებს. როცა ჭა უცნაურად იქცევა, ეს უბრალოდ ტექნიკური პრობლემა არ არის. აი შეიძლება იყოს ბუნების გაფრთხილება. მეექვსე ჩიტების გაფრენა დიდი მანძილით. 2014 წელს ამერიკის შტატ ტენესიში მეცნიერებმა შეამჩნიეს უცნაური რამ. ჩიტების ჯგუფმა ერთდროულად დატოვა თავისი ბუდობის ადგილი და თითქმის 1000 მილზე გადაფრინდნენ სამხრეთისკენ. იმ დროს 3-7 იყო და ამინდი იდეალური ჩანდა. მაგრამ რამდენიმე დღეში რეგიონში ძლიერ ქარიშხალს და ათეულობით ტორნადოს ელოდნენ. კვლევებმა აჩვენა, რომ ეს ჩიტები გრძნობენ უკიდურესად დაბალი სიხშირის ვიბრაციებს, რომლებიც ძლიერი შტორმების წარმოქმნისას ჩნდება. ჩვენ ამ ტალღებს ვერ ვგრძნობთ, მაგრამ ცხოველებისთვის ეს ბუნებრივი სიგნალია. როდესაც ფრინველები მოულოდნელად ტოვებენ უსაფრთხო ადგილებს და შორს მიფრინავენ, ეს შეიძლება იყოს ბუნების ერთ-ერთი ყველაზე ზუსტი გაფრთხილება, რომ საფრთხე უკვე გზაშია. მეხუთე, ვულკანის ტემპერატურის და ორთქლის ზრდა. 2005 წელს ელ-სალვადორში მდებარე სანტა-ანას ვულკანზე კრატერის ტბა უეცრად ადუყდა. წყალში დიდი რაოდენობით ბუშტები შეიმჩნეოდა, ორთქლი ამოდიოდა და სუნიც კი შეიცვალა. ცოტა ხანში ვულკანი ამოიფრქვა. მსგავსი რამ ხშირად ხდება ახალ ზელანდიაში, სადაც ამოფრქვევამდე წყლის ტემპერატურა ზოგჯერ 60 გრადუსს აღწევს. როცა მაგმა ზედაპირთან ახლოს მოძრაობს, ის აცხელებს ყველაფერს ზემოთ, წყალს, ქანებს და თოვლსაც კი. ამიტომ, როდესაც მყინვარი უეცრად დნება, თოვლი ერთ ადგილზე უფრო სწრაფად ქრება ან ტბიდან ორთქლი იწყებს ამოსვლას, ეს უბრალოდ კლიმატი არ არის. ეს შეიძლება იყოს მიწისქვეშა მიმდინარე პროცესების ნიშანი. როდესაც ვულკანი თბება, ეს ნიშნავს ერთ რამეს, ის ემზადება. მეოთხე, ფუტკრების არასტაბილურობა. ფუტკრები მხოლოდ თაფლს არ ამზადებენ. ისინი ბუნების ერთ-ერთი ყველაზე მგრძნობიარე სენსორი არიან. მეფუტკრები დიდი ხანი ამჩნევენ, რომ ძლიერი შტორმის ან ამინდის მკვეთრი ცვლილების წინ სქები უეცრად ჩუმდება. მეცნიერები ფიქრობენ, რომ ისინი ჰაერის წნევის ცვლილებასა და უმცირეს ვიბრაციებს გრძნობენ, რასაც ადამიანები ვერ ამჩნევენ. სწორედ ამიტომ შეიქმნა V14B პროექტი, რომელიც სქებში ჭკვიან სენსორებს ამონტაჟებს და ფუტკრების ქცევას რეალურ დროში აკვირდება. შესაძლოა მომავალში სწორედ ფუტკრები გახდნენ ბუნებრივი განგაშის სისტემა, რომელიც სტიქიის მოახლოებას საათებით ადრე გვამცნობს. მესამე, ღრმა ზღვის თევზები. ORP-ში გრძელი ვერცხლისფერი თევზი ცხოვრობს ზღვის ისეთ სიღრმეებში, სადაც სინათლე თითქმის არ აღწევს. წესით ადამიანმა ის იშვიათად უნდა ნახოს, მაგრამ როცა ზედაპირზე ჩნდება, ზღვისპირა ქალაქებში ყველა იძაბება. 2011 წელს იაპონიის კატასტროფამდე რამდენიმე კვირით ადრე სანაპიროზე ერთდროულად რამდენიმე ORP-ში გამოჩნდა. ძველი იაპონურ ლეგენდებში მას ზღვის დრაკონის სასახლის მაცნეს ეძახდნენ და სჯეროდათ, რომ დიდ მიწისძვრას წინასწარ ამცნობდა. მეცნიერებას ამის მყარი მტკიცებულება ჯერ არ აქვს, თუმცა ფაქტია, ეს თევზი ცხოვრობს იქ, სადაც მიწისქვეშა ვიბრაციები და წნევების ცვლილებები ყველაზე ძლიერად იგრძნობა. როდესაც ზღვის სიღრმეების მცხოვრები უცბად შენს ფეხებთან აღმოჩნდება, ბუნება თითქოს გეუბნება რაღაც იცვლება. მეორე, მწვანე ცა. როდესაც ცაზე ღრუბლები მწვანედ იფერება, ეს მხოლოდ ლამაზი სანახაობა არ არის. ეს პირდაპირ გაფრთხილებაა. მწვანე გაფრთხილება. მწვანე ფერი წარმოიქმნება, როცა მზის სხივი გადის უზარმაზარ წყლის და ყინულის კონცენტრაციაში, რომელიც ღრუბლებშია მოთავსებული. ნუას მეცნიერები ადასტურებენ, რომ მწვანე ცა ხშირად წინ უსწრებს ძლიერ შტორმებს. ეს სიგნალია, რომელიც უყურადღებოდ არ უნდა დატოვოს ადამიანმა. თუ დაინახავთ მწვანე ღრუბლებს, იფიქრებთ, რომ უბრალოდ ლამაზი სანახაობის მომსწრე ხართ. ბუნება გვაფრთხილებს, სტიქია უკვე იწყება და მზად უნდა იყოთ უსაფრთხოებისთვის. და ბოლოს, სიჩუმე ქარიშხლის წინ.
დიდი შტორმის, ქარიშხლის ან ტორნადოს მოახლოების წინ ყველაფერი გარეთ ჩერდება. ეს არის მომენტი, როცა შტორმი თავის ენერგიის კონცენტრირებას იწყებს. ექსპერტები ამას სტრუქტურის tightening-ს უწოდებენ, რადგან ეს სწორედ ის მომენტია, როდესაც შტორმი მისი ენერგიის კონცენტრირებას იწყებს. NOAA-ს პროგრამის მკვლევარები ამ სიჩუმეს აკვირდებიან, რადგან ხშირად ეს უკანასკნელი ნიშანია, რომელსაც ადამიანი რეალურად აღიქვამს. პატარა ფრინველებიც ქცევას ცვლიან, ფუტკრები ჩუმდებიან, ბუნება გრძნობს, ჩვენ კი მხოლოდ უნდა ვუსმინოთ. თუ ასეთ უცნაურ სიჩუმეს შეამჩნევთ, ეს პირდაპირ გაფრთხილებაა, მოემზადეთ საფრთხე უახლოეს წუთებში გაჩნდება. ბუნება მუდამ გვესაუბრება, ხანდახან ჩუმად, ხანდახან ხმა მაღლა. ჩვენ კი მხოლოდ უნდა ვისწავლოთ ერთი, მისი მოსმენა. მე გიორგი ვარ, თქვენ უყურებდით ფაქტომაც. თუ მოგეწონათ ვიდეო, დალაიქეთ, ჩართეთ ზარისღილაკი და გამოიწერეთ არხი, რომ არ გამოგრჩეთ კიდევ ბევრი საინტერესო ვიდეო. აბა დროებით.